ალექსანდრე შიხარულიძე 9 წლის. ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ძიუდო და ცეკვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ძიუდო. უკვე 6 თვეა დავდივარ ძიუდოს წრეზე. ძიუდოში იმიტომ შევედი, რომ ვიყო ძლიერი და ამ სფეროში წარმატებული. პირველ დღეს ძიუდოზე როცა მივედი, არავის არ ვისმენდი და ძალიან ნერვიულობდი. ჩემ წვრთნელი გავიცანი და მე ერთ ბავშვთან ძალიან დავმეგობრდი. თავიდან ყველაზე ძნელი იყო აზიდები და ყველაზე ადვილი იყო მაჯების გახურება. მე ვარჯიშს მომატე და თანდათან ყველაფერი გამიადვილდა. ჩემი წვრთნელებია ლერი ბედინაძე და ვახო ზოიძე. უფრო მკაცრია ვახო მასწავლებელი და უფრო მხიარულია ლერი მასწავლებელი. ჩემი მუდმივი სპარინგ პარტნიორია დემე ცინცაძე. ჩემი აზრით მე მაქვს ნიჭი და წარმატებას მივაღწევ ძიუდოში. ჯერ შეჯიბრება არ მქონია, მილდაბალე მქონდეს და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ. ჩემი საყვარელი ძიუდოისტია ლაშა ბექაური. ჩემი მიზანია რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ ნერგებში. ცეკვაზე რომ შევსულიყავი, იყო მამიკოს და დედიკოს სურვილი. თვითონ ბავშვობაში ცეკვაში არ დადიოდნენ და ამიტომ უნდოდა რომ მე და ჩემ დას გვესწავლა ცეკვა. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. ერთხელ მქონდა კონცერტი და ძალიან მომეწონა დიდ სცენაზე ცეკვა. თურქეთში ვიყავით გასტროლებზე, კარგადაც გავერთეთ და კარგადაც ვიცეკვეთ. სახლში მაქვს რამდენიმე სერტიფიკატი და медали. ორ კვირაში ისე გასტროლებზე მიდივარ ალანიაში. ყველაზე მეტად გასტროლებზე მომწონს აკვაპარკში სტუმრობა. ნერგებში ჩემი მასწავლებლები არიან სოფო სხონიძე და ნიკა ნადირაძე. ჩემი აზრით ბიჭები უფრო უკეთესად ცეკვავთ, რადგან ძალიან ძნელი ილეთები გვაქვს. გოგოები მარტო ხელს იქნევენ. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკო 5 წელი. ჩემ ქორწილში ჩავისვენ შავ შოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქვევ ანას და ნიკას. ჩემ ცოლს დავარქვევ მაკას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი და კლასელები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია თევდორე დავითაძე. ყველაზე ცელქია გიორგი მიქელაძე. ყველაზე მშვიდია ნია როდინაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, მოსიყვარული და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ერმა დევაძე, რადგან ბავშვების მოსიყვარულია, კარგად ხსნის გაკვეთის და მხოლოდ მოსიყვარულს, როცა ბავშვები აღბრაზებენ. რა გავიждები, მინდა გამოვიდე მეცნიერი. მეცნიერება მომიდა, როცა ვიყავი 3 წლის, რადგან გამოვიგონებს სხვადასხვა წამლებს, რომელიც ხალხს სიცოცხლის განხორციელებაში დაეხმარება. თუ მეცნიერი ვერ გამოვალ წარმატებული პოლიციელი. ანუ იქნები პროფესიონალი და უშიშარი პოლიციელი. ახლა მინდა რომ 21 წლის ვიყო, რადგან უკვე ვიქნები ოლიმპიელი ჩემპიონი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ანა. ის არის მორცხვი, ლამაზი და მოსიყვარული. ჩემი აზრით ანა რო გაიზრდება გამოვა მხატვარი. მამიკო არის ხიარული, სიმპათიური და შრომის მოყვარე. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საქმიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჯმა. ჩემი აზრით ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. ჩემი საყვარელი საჭმელია ბულიონი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სახურავზე ბინადარი კარლსონი. საყვარელი ფილმია თინეიჯერი მგელი. შედუსუნო ოჯახი რომ მქონდეს გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, აუცილებლად დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში ავაშენებდი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი ჩემი ოცნების კერძო სახლს და მანქანას. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს? მე მაგალითად მინდა ჰქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. ბედნიერება არის გართობა, განათლების მიღება და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.